ჭიათურაში რა პროტესტი მიმდინარეობს თუ გსმენიათ თუ გინახავთ რამე ინფორმაცია ამის შესახებ? ჭიათურაში რა ვიცი მე შეხტების არის ხოლმე იცით რა პრობლემები აქვთ? რატომ აპროტესტებენ? რა ვიცი ალბათ იმას რა ქვია თან არ უხდიან ხელფას თუ რაღაცა რა ვიცი მგონია ჭიათურის პროტესტი რაღაცა კი იცით რას აპროტესტებენ? არა ვიცი რა ბაბუ ჩვენ სოხუმლები ვართ ჩვენი გაჭირება გვაქვს და სხვისი გაჭირება რა გვინდა რა შეიძლება მეძის ქვეყანაში საქმეები ასე რომ დავანებეთ და ჭიათურის პროტესტზე თუ გსმენიათ რამე რას აპროტესტებენ თუ გაქვთ ინფორმაცია? ჭიათურის პროტესტი არა მე მეგონა ის რაღაც რუკასთან დაკავშირებით რო იყო რაღაც ამბავი ატეხილი ბავშვებს რაღაც ზეიმი ქონდათ და არა რაღაც საქართველოს მაგაროელების პროტესტი ვიცი არა ნამდვილად არ გსმენიათ მაგაროელების ტელევიზორს არ უყურებ და ისე რომ ძირითადად მუშაობს ღარიბაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე რას ფიქრობთ? არის ახლა ნაკლებად პროტესტი ძალიან გულდასაწყვეტია რაც მოხდა რა თქმა უნდა ძალიან გულდასაწყვეტია რას უკავშირებთ ამას თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს რეაგირება ის რომ დაკავებული არ არის დღემდე თქვენში პროტესტს არ იწევს რა ვიცი ახლა ადამიანის ციხეში გაიმეტო მაინც და მაინც ვინც არ უნდა იყოს ჩემთვის ძალიან რთული გადასაწყვეტი გზის გადაკეთებისთვის აკავებენ ხალხს და კორუფციის გამო სახლში უშვებენ ანუ რა ვიცი ხა ეგ ჩემი საქმე არ არის მადლობა ჭიათურის პროტესტზე თუ გსმენიათ რამე ჭიათურაში რა ხდება არა სამწუხაროდ არა აი მაგაროელები აპროტესტებენ მაგაროელები იქნებიან კი და არ ვიცი ანუ აი ბოლო წლების განმავლობაში თუ იცით რა პრობლემები დაგროვდა ჭიათურაში მაგაროელებს რა უჭირთ არა არ მაქვს მაგასთან ინფორმაცია არ ყოფილი ვარ აქეთ და ალბათ მაგის გამო ბოდიშით არ გსმენიათ არაფერი ჭიათურაში რა პროტესტია მაგაროელების პრობლემებზე ხომ არ გსმენიათ არა საერთოდ არა არ გამიგია საერთოდ ზოგადად საიდან იღებთ ხოლმე ინფორმაციას რომელ არხებს უყურებთ რავი უფრო social media-დან ვიღებ ხოლმე უფრო თავარ არხებს რა ტელევიზიიდან რომელსაც ტელევიზიას არ უყურებ საერთოდ არ უყურებ ეხლა რა ხდება არ ვიცი არ წუთას მაგრამ მახსოვს რომ უსამართლოდ გაათავისუფლეს ადამიანები ზოგადად ისე დაბალი ანაზღაურება აქვს ძალიან ცუდი პირობები აქვს და საპროტესტებდნენ და გაათავისუფლეს ის ადამიანები ვინც გამოხატა პროტესტი თუ ადევნებდით თვალს აი როგორ ვითარდებოდა იქ პროცესები და ქვეყანაში ზოგადად მაგრამ ამ შემთხვევაში ჭიათურა ჩვენი ფოკუსი ჭიათურაშიც უმძიმესი ვითარება არის საშინელი არ არსებობს სამართალი და თუ ხმას ამოიღებ ამის წინააღმდეგ უარესად უსამართლოდ ისჯები ჭიათურაში ეს ვითარება რაც თავი მახსოვს და ქვეყანაში ასევე რაც თავი მახსოვს ეს ვითარება და ეხა კიდე უკიდურესად უმძიმესი მდგომარეობა ამ უსამართლობის და ასე ვთქვათ განუკითხაობის მაგალითია ასევე ისიც რომ ქუჩის გადაკეტვისთვის ადამიანებს აკავებენ და ღარიბაშვილი გარეთ დადის ვინც მილიონები მოიპარა ამას რომ იგებთ რა რეაქცია გაქვთ ცუდად ხვდები, ვრაზდები და არ ვიცი, საშინელ ცუდ მდგომარეობაში ვართ მთელი ქვეყანა და აუცილებლად რაღაც უნდა შეიცვალოს, რაღაც უნდა გავაკეთოთ, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, როგორც მიმდინარეობს და ალბათ კიდევ რაღაცნაირად ახალი ფორმებიც უნდა მოვიფიქროთ და ახალი გზები, როგორ დავასრულოთ ეს ანჯველი უსამართლობა. უბრალოდ ვიცი, რომ ძალიან შეწუხებულები ვარ და ნახეთ, ხალხი არის დაჩაგრული დადის. მე მგონი ყველაზე ბედნიერები კატები, როდესაც ვაჭმევთ. დანარჩენი ვერაფერი. რას აპროტესტებენ მაგაროელები? კი, დაახლოებით. აი, შეგიძლიათ გითხრათ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რა პრობლემებზე საუბრობენ ისინი? მაგაროსთან არის დაკავშირებული ძირითადად. ეს ახლა თანამედროვე სიტუაციას იმდენად თვალყურს არ ვაძებთ. ანუ არ უყურებთ ახალ ამბებს, არ ინტერესდებით? ძალიან იშვიათად, ძალიან. რატო? რას აპროტესტებენ თუ გაქვთ ინფორმაცია? რას აპროტესტებენ ქალაქში შექმნილ სიტუაციას, იმიტომ რომ
ყოველი მთავრობის დროს ამ ხალხს დაასვეს ვიღაც ბატონი თავზე და მას შემდეგ მათი სამსახურეობრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება. ელემენტარულს ითხოვენ, მაგრამ ჩემი აზრით არასწორად ითხოვენ, თუნდაც ის გაჟღერებული აზრები მათ აქციაზე, რომ სახელმწიფომ უნდა დაიქვემდებაროს თვითონ მაღარო და სახელმწიფომ უნდა მიხედოს. ანუ ბიძინა ივანიშვილმა ესე რომ ვთქვათ, არ იმუშავებს. უბრალოდ სხვა გზებია მოსაფიქრებელი მათი მდგომარეობის და ზოგადად საქართველოს სიტუაციის გამოსასწორებლად.